შესაძლებელია შედეგების მიღწევა თუ მნიშვნელოვანია დანამატები, რომელიც შეიძლება რომ მივიღოთ პროცესში. ძალიან კარგი თქვა. არსებობს დანამატები, რომლებიც არის ყველაზე პოპულარული. ოღონდ პოპულარულში ჩვენ გვაინტერესებს, რომ რომელი დანამატია კარგი. დანამატი არის კარგი, რომელიც არის ეფექტური და უსაფრთხო. თუ ეფექტურია, მაგრამ უსაფრთხო არ არის, ჩემ ჯანმრთელობას რატო ვაყენებ საფრთხის ქვეშ? თუ უსაფრთხოა, მაგრამ ეფექტური არ არის, ბიუჯეტს რატო ხარჯავთ ყველა? შესაბამისად, ესეთი დანამატები, რომლებიც ამ კომპონენტებს აკმაყოფილებენ, ბევრი არ არის. მაგალითად, კრეატინ მონოჰიდრატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი სპორტული საკვები დანამატი, ამას ემატება ცილა, ამას ემატება ესენციური ამინომჟავები, რომლის დახმარებითაც პროცესი შეიძლება გაადვილდეს. უბრალოდ მათი აუცილებელი საჭიროება ყოველთვის არ დგას. ესე ვიტყოდი, არსებობს სამედიცინო დარღვევები, რომელ დროსაც მათი ამ დანამატების ჩართულობა უფრო მეტ ნეგატივს მოგცემდა ვიდრე დადებიც, თუმცა სხვა შემთხვევაში იმიტომ ვიზახით, რომ უსაფრთხოა რომ გვაქვს არაერთი ხანგრძლივი კვლევა ამ კონკრეტული დანამატების დიდ დოზებზე, სადაც ადამიანის ჯანმრთელობის დანაკლისის გარეშე ყველა ბენეფიტი მიიღე, რასაც დანამატი გვერდება. ხო, მანდაც სხვაობაა. კი, როგორ არა, იმიტომ რომ არსებობს რაღაც დააჩქარო, რაღაცას დაეხმარო, მაგრამ არ არის გარდაუვალ აუცილებელი რომ აი სპორტული აქტივობების, რომელიც არის მიმართული ჯგუფურ სპორტზე, კარიერულ ნაწილზე, თუ სპორტი შენ საქმეა, საკვები დანამატების გარეშე როგორც წესი არ გამოდის. თუმცა ნუ აქაც არის ამაზე ჯერ კიდევ ერთხელ ხდება მთელი განვითარებული მსოფლიო, თუმცა სტატისტიკურად ნახავ, რომ უფრო მეტი სპორტსმენი იღებს დანამატს, ვიდრე არ იღებს, ვინც პროფესიულად უყურებს სპორტს.